საქალაქო ტრანსპორტი დღესაც გაფიცულია. 5 და 20 ნომრის მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებს დღეს სხვა სამარშრუტო ხაზის მძღოლებით შეუერთდნენ. მათ ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. ისინი ასევე ქალაქში ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებას აპროტესტებენ. აქციები გადადება მანდა 3 წამლე სამსახურიდან საკრებულოს წევრები და საქართველოს გვერდის ტრანსპორტის სამსახური. რატომ და ბაგათი ბრალია ყველაფერი ასწავლა დღესდღეობით ჩვენს ქალაქში. ფიქსდება ამდენი სამარშრუტო ხაზები და გვიქმნიან ხელს იმაში გვიწოვეთ ხელს რომ ვერ ვიმუშაოთ და ფიზიკურად ყველანაირი იმას გვიქმნიან პრობლემები. დღის ბოლოს ტრანსპორტის სფეროში შექმნილ მდგომარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი გამოეხმაურა. კოტე ლომიძის თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ ისინი ერთი ტრანსპორტით მოხვედრილიყვნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. როგორც კოტე ლომიძე ამბობს, ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობის ამ თხოვნის დაკმაყოფილებას აპირებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული თაბუკაშვილის ქუჩიდან ქალაქის მიმართულებით მოძრავი რომელიმე მარშრუტის დაგრძელებით მოხდება და ახალი ხაზი არ გაიხსნება. ჩვენ ამ მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაგრამ ვფიქრობ, თავისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია შესწავლილი იქნას მგზავრთა ნაკადი. შემდგომ მგზავრთა ნაკადის შესწავლის შემდეგ განისაზღვრება მოქმედი მარშრუტების ეფექტიანობის ხარისხი. და მივიღებთ გადაწყვეტილება შესაბამის რომელიმე არსებული მარშრუტის გაგრძელების შესახებ. ხარ ვიცი კერძოდ ეს 5 ნომერი იქნება, 20 ნომერი იქნება, უბრალოდ არ უნდა მოხდეს რაღაც გადაფარვა ხაზების ერთმანეთთან მოსახლეობისა და მძღოლების მოთხოვნების ერთობლივი დაკმაყოფილებისაკენ მიდის ჩვენი პრობლემა. ანუ მძღოლების მოთხოვნა რასაც ქვია. თუ კი იმას თუ მძღოლების მოთხოვნათ, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტმა არ უნდა იმუშაოს, რომელიც უნივერსიტეტში ევა, ეს არ დაკმაყოფილდება, უბრალოდ დროებით შეჩერებული იქნება ექსპერიმენტალური ხაზი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩავატარებთ იმ უბნის ტერიტორიაზე, რომელი მარშრუტები და ავტობუსების ემსახურებიან ქრონომეტრაჟს, მონიტორინგს, თუ კი ჩავთვლით საჭიროდ, რომ ეს ახალი ხაზი მათ მგზავრთანაკადს სერიოზულად არ წაართმევს, ამ შემთხვევაში შევეცდებით, რომ ისევ ფუნქციონირება გააგრძელოს. 5 და 20 ნომრის მიკროავტობუსების მძღოლების აქცია ქუთაისში უკვე მესამე დღეა გრძელდება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები უკვე მერვე დღეა დგას. იპოთეკით დაზარალებულების შიმშილობას აგრძელებენ და მთავრობისაგან ქმედით ნაბიჯებს მოითხოვენ. ქუთაისში მცხოვრებ დაზარალებულების მრავალდღიან აქციას დღეს ქობულეთიდან და ფოთიდან ჩამოსული ადამიანებით შეუერთდნენ. ისინი გრძელვადიან სესხებსა და აღსრულების შეჩერებას ითხოვენ. ეს არის მერვე დღე, რაც შიმშილობ. ჩვენი მოთხოვნა არის შემდეგი. პირველი, შეწყდეს აღსრულება, რასაც გულისხმობთ. შეწყდეს გამოსახლება და პროცენტის დარიცხვა. ეს არის პირველი მოთხოვნა. მეორე მოთხოვნა არის გაიცეს გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები. გულისხმობთ მინიმუმს 10 წლიანს, მაქსიმუმს 25 წლიანს, 3%-დან 5%-მდე წლიური, რა თქმა უნდა. და მესამე, შეიქმნეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გამოიძევს ამ მევახშეების დანაშაული, რომელიც გაშიფრავს ამ მევახშეების დანაშაულებრივ სქემას. შეჩერდეს ყოველგვარი მსგავსების გამოსახლებები და მე 6 თვის მანძილზე როგორც კომისიამ განაცხადა, შეიმუშაოს რაღაცა გეგმა, რაღაც განახორციელება, რომ ამ გაჭირებულ ხალხს, რომ დარჩენილი არიან ქუჩაში და შიმშილებენ და არავის არ უხარია ქუჩაში გამოსვლა და ეს. ხალხი გამწარებულია და გამოვიდა და ამ ხალხს დღითი დღე ემატება და ამიტომ წამთხო რომ მიიღონ გადაწყვიტონ ბოლო-ბოლო და ამ საკითხს დაესვას წერტილი. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც ეყიდება და აუქციონებზე დებს სახლი, რომლებსაც გაეყიდა და არის კერძო იპოთეკარებისა და ბანკების ბალანსზე გადასული, არის თაღლითებისგან დაზარალებულები, რომლებსაც ჭირდება უამრავი გამოკვლევა, ძიება და თხოვთ მთავრობას. დღეს არის იქ მიმდინარეობს ჩვენი საკითხის განხილვა, მაქსიმალური გააკეთონ, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. პარლამენტში იპოთეკით დაზარალებულთა შესახებ მსჯელობა უკვე გაიმართა. დაზარალებულები დახმარებას ელიან, მათ მხარს ოპოზიციური პარტიებიც უჭერეთ. პარტია თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებას საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდებს. 10,000 ბავშვი მომავალში უნდა გაიზარდონ ქუჩაში და უნდა იყოს ქუჩის შვილები. და ეს მე რა ტრაგედიად მოუწოდებდა ამ სახელმწიფოს, როცა ბავშვი იზრდება ზიზღით, რომ მისმა ქვეყანამ, მისმა სახელმწიფომ ის გაწირა და ქუჩაში გააგდო. აი ამ შეგნებით რომ ბავშვები გაიზრდება 10,000-ობით. მე როგორ მოუტრიალდება ამ სახელმწიფოს? კეთილი ინებოს და იფიქრონ პარლამენტარებმა. რომელი უფრო ძვირი დაუждდება სახელმწიფოს? ის 10 წლის მერე ის ბავშვები თუ ახლა ამ პრობლემის მიხედვით
უკვე მერვე დღეა 6 დაზარალებული პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში ცხოვრობს და შიმშილობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს გაუარესდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა აუცილებელი. აქციის მონაწილეები დაშლას იმ დრომდე არ აპირებენ, სანამ საკითხს ხელისუფლება მათ სასარგებლოდ არ გადაწყვეტს. ქალაქში განზონებისა და სკვერების მოვლის, ასევე დასუფთავების კუთხით პრობლემებია. შპს ფაუნა 2007 დაკისრებული მოვალეობის ვერ შესრულების გამო ხელშეკრულებას შეუწყდა. კონკურსის გზით 5 ახალი ფირმა გამოვლინდა, თუმცა უკვე მესამე დღეა, რაც ქალაქის ცენტრალური ბულვარიდან ნაგავი არ გაუტანიათ. მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს. უნდა გაიტანონ, არ შეიძლება როყრი ასე არც უნდა დაყარონ. არ არის სწორი. მოგწონთ, ძალიან მოგწონთ. ესეთი არც მე არ მომწონს და არავის არ მოწონს. ძალიან ცუდია. გამოსავალი რა შეიძლება? გამოსავალი ამდენხან მშვენიერ კარგად მუშაობდნენ და ახლა რა დაემართათ ნამდვილად არ ვიცი. ამდენხან უფრო მეტი სისუფთავე იყო. მე მგონია უფრო უბნებში უფრო სისუფთავეა ვიდრე ქალაქში და ბაღში. აღნიშნულ თემაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ბრიფინგი გამართა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ქალაქის ხელმძღვანელობამ მზად არის საკუთარი კომპეტენციისა და სამართლებრივი შესაძლებლობების ფარგლებში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და ქალაქში არსებული მწვანე საფარის მოვლა პატრონობა გააგრძელოს. ადგილობრივი თვითმმართველობა მზად არის მიიღო შესაბამისი ზომები და ეს პროცესი ჩვენ უკვე დაწყებული გვქონდა. და შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც იმედი გვაქვს, მალე გვექნება ხელთ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილება, ჩვენ შევძლებთ გავაგრძელოთ ის სამუშაოები, რომლებიც დაწყებული გვაქვს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მწვანე საფარის მოვლა პატრონობა გაგრძელდება და ქუთაისის დასუფთავების პრობლემა არ ექნება. ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის სერვისი ამოქმედა. საშჯელ-ახსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საშჯელ-ახსრულების ნომერ მეორე დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნისათვის განკუთვნილი სასტუმროს ტიპის შენობა გახსნა და 8 კეთილმოწყობილი ოთახი დაათვალიერა. გარემონტებულ ოთახებში შეტანილია შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა. ქუთაისის ნომერ მეორე საშჯელ-ახსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები ხანგრძლივი პაემნის სარგებლობას დღეიდან შეძლებენ. პატიმრებს წერილობითი მუთხოვნის საფუძველზე შეუძლიათ ხანგრძლივი პაემნით ოჯახის წევრები მიიღონ და მათთან 24 საათი გაატარონ. პაემნის დასანიშნად მსჯავრდებულმა სასჯელ-ახსრულების დაწესებულებას 2 კვირით ადრე წერილობით უნდა მიმართოს. სრულწლოვან პატიმარს წლის განმავლობაში შეუძლია 2 ხანგრძლივი პაემნით ისარგებლოს, არასრულწლოვანს კი 3-ით. 1200 ადამიანი არის ამ წუთში აქ, მათი უმრავლესობა მსჯავრდებულია, 1000 კაცი დაახლოებით და პრაქტიკულად აქ არასდროს არ ყოფილა გრძელვადიანი პაემნების ოთახები, პირველად გაკეთდა ეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ რესოციალიზაციისთვის, იმიტომ რომ პატიმარი არ მოწყდეს გარემოს, არ მოწყდეს ოჯახს, არ მოწყდეს სოციალურ გარემოს და კონდეთ იგივე შვილებთან, უღლესთან ურთიერთობის საშუალება. ამ წუთში დღეს გაიხსნა პირველად 4 ოჯახი უდგარი შესული და 60-მდე განცხადება არის შემოსული ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ სურვილი ოჯახებთან ერთად იცხოვროს. ეს არის ზოგადად ჰუმანიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. წინა წლებთან შედარებით ბევრად გაუჯებესებული, უფრო მეტი ყურადღება, უფრო მეტი მოქცევა და რაც შეიძლება ადმინისტრაციიდან მეტი ადმინისტრაციული ყურადღება. მეტი წინა წლებს ბევრად საჯობა და ბევრად სვიდანები სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 12 წელი შესრულდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული 4 სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი Boeing 767 ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენს 93 და 99 სართულებს შორის ადგილობრივი დროით 8 საათსა და 45 წუთზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 91 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე წუთში ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხით კი ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამოიღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 9 საათსა და 3 წუთზე ტყუპების სამხრეთ ცათამბჯენს
77 და 91 სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 9 საათსა და 59 წუთზე მცირე ინტერვალებით ორივე ცათამჯენი მთლიანად ჩამოინგრა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი Boeing 747 პენტაგონის მახლობლად ადგილობრივი დროით 9 საათსა და 45 წუთზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 9 წევრი. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი. 2001 წლის 11 სექტემბერს სულ 1973 ადამიანი დაიღუპა. აქედან 24 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. Ground Zero-ზე, ანუ ადგილზე, სადაც ტერაქტი განხორციელდა, ახლა რამდენიმე ახალი კოშკი დგას და ახალ მსოფლიო სავაჭრო სივრცეს ქმნიან. სავაჭრო ცენტრში გახსნილია 2001 წლის ტერაქტის დროს დაღუპულთა მუზეუმი. იქვეა ხსოვნის მემორიალი, რომელზეც ტერაქტის დროს დაღუპულთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული.